ხო ქუვეითი ადრე, იცით, ქუვეითი რეგიონში სამი დიდი გამოწვევის შუაშია. ქუვეითი მდებარეობს საუდის არაბეთს, ერაბსა და իրანს შორის. ამიტომ ჩვეულებრივ ქუვეითს ამ რეგიონში გავლენა საერთოდ არ აქვს. ქუვეითი ძალიან მშვიდობიანი ქვეყანაა, ლიბერალური პოლიტიკური ქვეყანაა. ისინი უბრალოდ მშვიდობიანად ცხოვრება სურთ წარმატება და სურთ, იცით, მუსიკით დაკავება, მეცნიერებით დაკავება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ქუვეითს ამ საკითხში მყარი პოზიცია არ აქვს, მაგრამ ქუვეითმა ასევე გამოხატა თავისი შიში, რომ ეს თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს. და მათ ბევრი კითხვა დასვეს და გააძევეს. გააძევეს ერთ-ერთი. თავდაცვის ოფისის ან თავდაცვის ბიუროს წარმომადგენელი ქუვეითში, რომელიც ირანის საელჩოს ექვემდებარება და ეს არის ის, რასაც ქუვეითი ფიქრობს. ქუვეითი ფიქრობს, რომ კარგი, შეერთებული შტატების მხარეს დავდგები და ბოლოს ქუვეითის ფელმა მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს ირანი. და ეხლა ბევრი მოკავშირე გვყავს, მათაც იგივე მტერი ყავთ. ხედავთ, რომ ისრაელსაც იგივე მტერი ყავს და ისინი ეხმარებიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მის განადგურებასა და დასუსტებაში. და ახლა შეერთებული შტატები და ემირატებიც ყავს, მათაც იგივე პოზიცია აქვს და ემირატებმაც დაიწყეს იერიშების მიტანა. ასე რომ ქუვეითის პოზიცია, რომ ისინი ყველა ამ ქვეყანასთან ერთად არიან, მაგრამ საჯაროდ ვერაფერს აცხადებენ, მინდა უფრო ღრმად შევხედო, განსაკუთრებით ყურის რეგიონში არსებულ პოზიციას, რადგან ყურის რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ვისთანაც ვსაუბრობდი, მათ შორის ამ გადაცემაშიც, ყველამ თქვა, რომ ყურის ქვეყნებმა უნდა გადახედონ თავიანთ ურთიერთობებს ისლამურ რესპუბლიკასთან. და ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ GCC მონოლითი არ არის, ვხედავთ ორი ბანაკის ჩამოყალიბებას. უფრო მკაცრი ქორების ბანაკი, რომელსაც ხელმძღვანელობენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბარეინი და შემდეგ არის უფრო რბილი. ცხადია, ამ სპექტრის ბოლოში ომანია, მაგრამ ასე შეიძლება იქ დავასახელოთ კატარი და გარკვეულწილად საუდის არაბეთიც. სად ხედავს ქუვეითი საკუთარ თავს GCC-ის ამ ახალ ჩამოყალიბებულ დინამიკაში ირანის მიმართ? კიდევ ერთხელ, იცით, ამ რეგიონში განსაკუთრებით ყველაფერი თითქოს ერთმანეთზე და ზემოდან ეწყობა. ერთ-ერთი იყო კონფლიქტი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჰქონდა საუდის არაბეთთან სამხრეთ იემენში. ჩვენ ამას სამხრეთ არაბეთს უწოდებთ. და შემდეგ ყველაფერი მართლაც ასე განვითარდა, როგორც იცით, რაღაც ძალიან ნეგატიური ორივე ერის შორის. და შემდეგ საუდის არაბეთმა სხვა პოზიცია დაიკავა მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებით, თქვა, რომ ჩვენ ვებრძვით საძმოს შიგნით, მაგრამ ვუჭერთ მხარს მათ ჩვენი საზღვრების გარეთ, სუდანსა და იემენში. ასე რომ ეს ეხება ქუვეითს და ქუვეითი ერთადერთი მეზობელია GCC-ის წევრი საუდის არაბეთის იმ მხრიდან. ქუვეითი უკვე ძალიან რთულ მდებარეობაშია და ფიქრობს, რომ ეხლა ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული პოზიცია, ჩვენ არაფერს ვიტყვით, მხოლოდ ჩვენს არსებობაზე ვიფიქრებთ. ასე რომ ეგზისტენციალური საფრთხეები, რომლებიც მოდის ირანის რევოლუციური გვარდიიდან. საუდის არაბეთმა არ გამოავლინა ინტერესი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ან ქუვეითისთვის დახმარება გაეწია თავის დაცვაში. მათ ეს არაერთხელ უთქვამთ, აჰია. ამბობდნენ, რომ ქუვეითს დაიცავდნენ. ყველა ძალასა და შესაძლებლობას ქუვეითის დასაცავად გამოიყენებდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს. სხვა პოზიცია დაიკავეს. შუამავლის როლში აღმოჩნდნენ. მათ იციან, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ქუვეითს უდევს. ამ სცენარში არსებობს დამთქმული, მაგრამ მათ გადაწყვიტეს უბრალოდ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, რათა საკუთარი თავიც დაეცვათ მათგან. და მათ ასევე სურთ აჩვენონ, რომ ბოლო დროს გარკვეული კავშირები აქვს მუსლიმთა საძმოსთან. ასე რომ ქუვეითი იმავე მდგომარეობაშია, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამიტომ ქუვეითიც და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც თითქმის ერთნაირად დაექვემდებარნენ ძლიერ თავდასხმებს. და ქუვეითმა შესაძლოა ბოლო დროს მეტი რაკეტა და დრონი მიიღო. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლახან ერთ პოზიციაზე ვართ, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები.
და ეს ძალიან აღიზიანებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაფთა კორპუსს. ისინი არ სურთ, რომ ჩვენ, იცით, წინააღმდეგობა გავუწიოთ მუსლიმთა საძმოს. ისინი არ სურთ, რომ ჩვენ რეფორმა ჩავატაროთ ქუვეითში და მოქალაქეობა ჩამოვართვათ იმ ხალხს, ვინც დაიწყო ქვეყნის ხელში ჩაგდება ყალბი პირადობით. ეს არის საუდის არაბეთი და ომანი. ომანი სრულიად განსხვავებულ პოზიციას იკავებს საუდის არაბეთთან შედარებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უფრო მობიერები ვართ ირანის მიმართ. და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი აზრით, ძალიან გულწრფელად ვამბობ, მან ძალიან სამარცხვინო პოზიცია დაიკავა. ის ირანს უჭერდა მხარს, კიდევაც კი თავს ესხმოდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს, როცა ამბობდა, რომ მათაც უნდა დაიცვან თავი. ასე რომ ის ამართლებს მათ ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმას. კუვეითმა ამას არ უპასუხა. კუვეითმა ბევრ ამას არ უპასუხა. მაგრამ როცა ხედავ, რომ კუვეითი არ პასუხობს, ეს ნიშნავს, რომ კუვეითი ამის წინააღმდეგია. ხო, ასე. მოკლე პასუხი, დიახ თუ არა. ფიქრობთ, რომ კუვეითს სურს ირანში რეჟიმის შეცვლა? უდავოდ, ნამდვილად, დიახ. კუვეითი იგივე პოზიციაზეა, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ არ ფიქრობ, რომ საუდის არაბეთს სურს ეს ცვლილება, რადგან ისინი ყველა პოლიტიკური ისლამის ერთსა და იმავე ბანაკში არიან. როცა ხედავთ რეალ მადრიდისა და ბარსელონას თამაშს ლა ლიგაში, უბრალოდ მინდა ეს მაგალითი მოვიყვან. ბარსელონა არ უნდა რეალ მადრიდის ლიგიდან გამოდევნონ. ისინი უნდათ გაანადგურონ. ისინი იბრძოლებენ, როცა მათ წინააღმდეგ თამაშობენ, მაგრამ არ უნდათ ლიგიდან გააძევონ, რადგან ეს ასევე ართობს იმ იდეოლოგიას ან აუდიტორიას, რომ არსებობს კიდევ ერთი მეტოქე. აბა ვინ? საუდის არაბეთს უნდა. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დასუსტება უნდა, მაგრამ საერთოდ მოშორება არ უნდა. იმიტომ რომ ფიქრობენ, შემდეგი მათი იდეოლოგია ეს იზბროა. მე ვსაუბრობ იმ მაღალ დონეზე, იმ მიდგომაზე, რაც მათ აქვთ, როცა საუბრობენ ისლამური სამყაროს ლიდერობაზე. ხო, ჩვენ იმაში ვართ, იცი, პოლიტიკური ისლამის ბანაკის დასასრულში. სადაც ხედავ პაკისტანს, ხედავ ირანს, ხედავ საუდის არაბეთს და ხედავ პალესტინას. მოდი ისევ პალესტინაზე ვილაპარაკო. ისინი იცი, სუსტებიან.